Საგამშვიდობისა, ახალი საქართველოს ტელეეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას „მათემა“, მეცნიერება ცოდნას სწავლება. მე ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ, ნუგზარ კერესელიძე. და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი საზოგადოებაზე, არჩევნებზე და შევეხებით იმ პრობლემას, რომელიც წავედ დგას, როგორც აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების წინაშე. მოდით გავიხსენოთ პატარა ისტორია, შევეხოთ ესე ვთქვათ, არა სამთავრობო სექტორში ჩვენი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადასვლას გახსოვთ მაშინ თქვენ მან 2013 წელს მოახდინა ანონსირება ის რომ გადადის ესე ვთქვათ არასამთავრობო სექტორში და შესაბამისად დაარსებს თავის ესე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციას ესეც მოხდა მოგეხსენებათ მან მოქალაქე დაარსა და შესაბამისად ჩვენ ეხლა ამ შემოგთავაზებთ ამონარიც ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინტერვიუდან ბატონ ივანიშვილთან რომელიც ჩაწერილი იყო 2013 წლის 5 აგვისტოს ეთყობა 6-ში გამოქვეყნდა მათ საიტზე და ყველას გვახსოვს ეს პრაქტიკა, მაგრამ ახლა ფაქტურად რამდენადაც მოთავსებულია კომპაქტურად ამერიკის ხმის ესე ვთქვათ ამ საიტზე ძალიან ესე ვთქვათ გვაქვს ესე ვთქვათ საშუალება კიდეც აი ამ მითითებით წყაროსი მოახდინოთ ციტირება. რას ეკითხებიან, რატომ მიდიხარ და ფაქტურად რას აპირებო სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებითო და აქ საინტერესოა და საყურადღებო არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხი. კითხვა ესეთია: სამოქალაქო სექტორში საქმიანობა კონკრეტულად რას ნიშნავს თქვენთვის? პასუხი: ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ საუბრის დასაწყისში პირველი პრეზიდენტი, თქვენ საუბრის დასაწყისში პირველი პრეზიდენტი ახსენეთ. შემდეგ ყავდა მეორე პრეზიდენტი, ახლა ყავს მესამე. ბოლო 20-22 წლის განმავლობაში ჩვენ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. პრობლემა არ არის პრეზიდენტებში, პრობლემაა საზოგადოებაში, რომელმაც არ იცის როგორ აირჩიოს და შემდგომ როგორ აკონტროლოს მთავრობა. აი ამ საკითხში დასჭირდება დახმარება საზოგადოებას და ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა მოახერხოთ ამ დახმარების აღმოჩენა. მე ვახსოვს, როდესაც მაშინ ბატონი ბიძინა გადიოდა სამთავრობო სტრუქტურებიდან არასამთავრობოში ის ლაპარაკობდა, მე გადავალო აი ამ სექტორში და იქიდან მოახერხებო ჩემი მთავრობისო ან იმ მთავრობის კრიტიკასო, რომელიც ახლა აქ და იქიდან დავეხმარებიო. მაგრამ როგორც ვხედავ მე შეიძლება წარმოუდგენა აქვს, მაგრამ ბატონი ბიძინას პრიორიტეტი ეს არის ფაქტურად ახალი ადამიანის აღზრდა, ესე გამოდის. იმ ახალგაზრდების დახმარება, რომლებიც ეხლა იწყებენ ცხოვრებას და ამის მშვენიერი მაგალითი არის ის, რომ მის მიერ, ესე ვთქვათ, შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მოქალაქე როგორცაც ქვია, რამდენიმე პროექტი ჩაუშვა და მოგეხსენებათ ეს არის კონკურსები სხვადასხვა შესაბამისად ეს არის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა, რომელიც უკვე ტარდება რამდენიმე წელია და სტუდენტობის თვითმმართველობისათვის ესეც პროგრამა არის. ესე იგი, მას სურს, რომ ახალგაზრდა თაობა მაინც გაიზარდოს, უფრო თავისუფალი, უფრო ლაღი და შესაბამისად უფრო მოტივირებული არჩევნების მქონე ადამიანებად, არ ვიცი, ჩაიქნია თუ არა ხელი იმ თაობაზე, რომელიც დღეს არის მართლ, ესე ვთქვათ, იმ პერიოდში, რომელიც მართავს რა ფაქტურად საქართველოს ან დასულ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ფაქტურად ქმნიან ყოველ შემთხვევაში ის ხალხი, რომელიც ალბათ ისევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიბადა და შესაბამისად ასე ვთქვათ მოსდევს არა ის გარკვეული შლეიფი წარსულისა. აქ შეიძლება გაიხსენო მოსეს ანალოგი, რომელიც 40 წელი ატარა და მე თვითონ მოსეც ვეღარ შევიდა ახალ ქვეყანაში. ასეთი რაღაცა ხო არ გვემართება, ან ყოველ შემთხვევაში ხო არ ხდება იმის გამეორება, რაც იყო. ყოველ შემთხვევაში აი ეს პროექტი ნელ-ნელა, რომელსაც ბატონი ბიძინა აფინანსებს, ეს არის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა და სტუდენტობის თვითმმართველობის ცხადია, რომ განკუთვნილია იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდეს და ისწავლოს წესიერი არჩევნები. წესიერი არჩევნების ჩატარება. ანუ თვითონ ესე ვთქვათ
თუ არის ვარიანტები, სხვადასხვა ვარიანტები ამორჩევისა, იქიდან გააკეთოს საუკეთესო ამორჩევა, მაგრამ რისთვის ეს საუკეთესო შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ სხვა ესე ვთქვათ კრიტერიუმიდან გამომდინარე. საზოგადოებისთვის სასარგებლო უნდა იყოს. არამედ პირადული მერკანტილური პოზიციიდან გამომდინარე კი არ უნდა მან გადაწყვეტილება მიიღოს, რომ აი მას ავირჩევ დაუშვათ პრეზიდენტად და ეს ბიძაშვილია, მამიდაშვილია და მე სადღაც ადგილს მომიძებნის ან რა ვიცი რაღაც სხვა რამეში დამეხმარება და ასე შემდეგ. არამედ უფრო ფართედ შეხედავს სახელმწიფოს რამდენად გამოადგება ამ პოსტზე ამა თუ იმ პიროვნების ყოფა ან რომელიმე პარტიის არჩევა. ეს არის რა თქმა უნდა გლობალური საკითხი, რომელიც ალბათ უნდა დადგეს, რომ არჩევნების ჩვენ ჩატარება ვისწავლოთ წესიერად, ესე ვთქვათ, მაგრამ აქ ბუნებრივია, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კი ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ როდესაც არჩევნები ტარდება სუფთად, წესიერად, ობიექტურად და როდესაც დარწმუნებული იქნება კაცი, რომ თვითონ თუ არ მოვა და შესაძლებელია ერთმა ხმამაც გადაწყვეტილება დააყენოს ისეთი, რომელიც შეიძლება არასასურველიც იყოს და მეორეს მხრივ, როდესაც ის დარწმუნდება, რომ მის ხმას ფასი აქვს და ეს არჩევნები მართლაც არის ფაქტიურად ობიექტური და შესაბამისად თუ მან არ გამოხატა სამოქალაქო პოზიცია, მივიდა და დაუშვათ ხმა იმას არ მიცა, ვინც უბრალოდ საზოგადოებას გამოადგება, მე სხვას ვეღარავის ვეღარ დააბრალებს, იმიტომ რომ უჩემოდაც მე რო არ მივიდეთ, მაინც აირჩევენო. აი ესეთი ტენდენცია რომ იყო და შესაბამისად არ ვენდობოდით ხოლმე არჩევნებს. დღეს არის თუ არა, ესე ვთქვათ, ეს საფუძველი აღმოფხვრილი, ეს კიდევ საკითხვის ან სხვა თემა, განხილვის სხვა თემაა, მაგრამ ფაქტიურად აქეთკენ უნდა წავიდეთ, რომ აბსოლუტურად როდესაც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში დღეს დაუშვათ მართლ ხელისუფლებაში კომუნისტები არიან, მერე რა ქონდეს კომუნისტები მიდიან, მარჯვენეები მოდიან, მერე ცენტრისტები მოდიან და იქ ფაქტიურად ძალიან იშვიათად არის ვინმე დასვას საკითხი. სწორად ჩაატარეთ თუ არჩევნები, როდესაც დღეს ჩვენთან საქართველოში ლამის ყოველი მეორე არჩევნები თუ ყველა არჩევნები არა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ზოგიერთი ესე ვთქვათ სუბიექტის მხრიდან და ბუნებრივია ეს რაღაც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების განწყობაზე, საზოგადოების ცნობიერებაზე. მოდით ახლა ვნახოთ თუ კონკრეტულად რა შედეგს ვღებულობთ ჩვენ, როდესაც მაგალითად ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით მოქალაქედ აკტარებს აი ამ კონკურსებს, შესაძლოა აქ უნდა აღნიშნოთ, რომ ეს კონკურსები ტარდება შეფასებისა და ეროვნული ცენტრის დახმარებით, ხალბატონი მაია მინოშვილი უდგას სათავეში აი ამ პროექტებს და ფაქტიურად ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც აჩვენებს ზუსტად რა мотивация აქვს, როგორი არის ეს კონტინგენტი, როგორ იზრდება აი ამ კონკურსებში მონაწილე ხალხის რაოდენობა და ფაქტიურად რას უნდა ველოდოთ ჩვენ ამისგან. ამ დღეებში ჩატარდა შეფასებისა და ეროვნული ცენტრის შენობაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულები დააჯილდოვეს და შემდეგ ესე ვთქვათ მოხდა ესე ვთქვათ შეფასება იმისა თუ რა პროცესში არის ახლა ეს ოლიმპიადა და ამასთან გითხარით რომ სტუდენტური თვითმმართველობისათვისაც ხდება ეგეთი კონკურსების ჩატარება. ახლა მე ვთხოვ ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს გაუშვას ვიდეო ნომერი 1, რომელიც ზუსტად აი ამ პროცესს ასახავს. ვთხოვთ. გამარჯობა. ძალიან მომავალ. ჩვენ დღეს გვაქვს absolutely აშლაკი, როგორც ეხება და მიგვის კიდევაც, იმიტომ რომ ყოველთვის გვაქვს ამ ეტაპზე 200 გამარჯვებული და ამდენი ხალხი არის მოსულა. გამოვიხსენოთ, რომ თელეოჯახი მოსულა. დღეს პოზიცი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მე ვიტყოდი, რომ ყველანი ვინც მონაწილეობს ჩვენს პროექტში ხარ შეიძლება ჩატაროთ ხარ გამარჯვებულები, იმიტომ რომ მოხდით გიგანტურ კონკურსში, საუკეთესო 200-ში, 200-ი შერჩეული 28,000 და ასე. პრომეტის. შესაბამისად ეს ამ ტიტულამდე არის ძალიან დიდი კონკურსი. და ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან სერიოზული განათლება გააკეთებთ საფეხებისთვის და ძალიან კაი შანსები გაქვთ, რომ ფინალშიც ასე ვთქვათ, ასევე კარგად წარმოაჩინოთ თავი და საბოლოოდ გახდეთ გამარჯვებულები.
თუმცა უნდა გითხრათ, რომ ესეც რასაც მიაღწიეთ უკვე არის ძალიან მაგარი და მოსალოდნელი. ერთ თქვენ გადაგეცემათ შესაბამისი პრიზები, როგორც ყოველთვის ეს არის ტრადიციულად ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ვაუჩერები, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ თქვენში სასურველი წიგნების შეძენას. გარდა ამისა, გადმოგეცემათ ასევე კრებული, რა თავისუფლებას ტრადიციული იქცა უკვე ჩვენი პრიზიც არის და დამხმარე სასწავლო მასალაც არის, რაც დაგეხმარებათ საბოლოო თქვენი პრეზენტაციისთვის. უკვე გამოიცა მე-6 ნაწილი და საერთოდ ჯამში საკმაოდ კარგი სერია, საკმაოდ კარგი კრებული გამოვიდა. ეს პრიზი ნუარი კოპის როსაც შემოვიდეთ თავზე და უბრალოდ ისეთ გაალამაზებს ოთახს არა ეს არის ძალიან საინტერესო შერჩეული ტექსტები რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგცემთ თქვენ პრეზენტაციების დროს უფრო საინტერესოდ გამოგვიდებთ და ამას აქცევს კომისია ყოველთვის ყურადღებას და ამიტომაც ეს პატარა რჩევასავით იქნება რომ გადახედოთ და რაღაც თემები იქიდანაც დაამუშავოთ როგორც ამ კრებულიდან ისე დათმობილად ხელი მიგიწვდება წინა გამოცემები ისպես ასევე იმიტომ რომ სკოლებში წრიგდება და ბიბლიოთეკებში თუ სახშიათა იყოს უნდა ჰქონდეთ რა თქმა უნდა და რა ვიცი ანუ როგორც ავთან პოლებს ის ყველანი ფაქტობრივად ვინც გაიმარჯვეთ ვინც ახლა აქ ხართ ან ვინც ვერ მომოვიდა ეს ამ პრიზებს მიიღებთ ასევე თქვენთვის გარანტირებული არის შეგვიძლია ეკობანკის პრიზი, ანუ გელოდება ძალიან საინტერესო დასვენება ზაფხულის თვეებში, გადანაწილება ჯგუფების გაკეთდება და ძალიან საინტერესოა მეცნიერებს. გულისხმობს როგორც დასვენებას, ასევე დამატებით განათლებას და ახალი მეგობრების შეძენას, ეს ძალიან კაი საშუალება არის. და რა თქმა უნდა, როგორც საუკეთესო ის აიღებს ყველაზე მაღალ ადგილებს გაემგზავრება უცხოეთში, კერძოდ ევროპაში და ერთის განმავლობაში დაეუფლება უცხო ენას. წინა რა თქმა უნდა ჩვენ არ აქვს შეზღუდვა ეს ყველანი იცის რომ ჩვენ თუ ვის რა ენას სწავლობს იმის დამხედვით ასე ვთქვათ იმ ქვეყანაში გაემგზავრება თუმცა ნუ ჯერჯერ როგორც ეს იყო ყველა იშება ინგლისურს და საშუალება ჰქონდა რომ ინგლისში და უბრალოდ ინგლისში არა და ოქსფორდის სკოლაში მიიღო შესაბამისი განათლება. ილოცავ დიმადლობა რომ ესეთი კარგი და მაგრები ხართ და ისურვებ წარმატებებს ფინალში. მოგესალმებით ყველას და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგზავნით დღეს ამ შეხვედრაზე და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას. ძალიან მიხარია ეს ფაქტი რომ მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს პროექტი თქვენთვის, თქვენი თანატოლებისთვის, იმიტომ რომ წლიდან წლამდე იზრდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობას დებულობდნენ პირველ წელს 21,000 დავიწყეთ და წელს უკვე 28,000 გადავაჭარბეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი იქნება რაოდენობა მოსწავლეებისა. სხვათა შორის აი მეკითხებია სულ რატომ არის საინტერესო ეს პროექტი. იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი რეგულოს მონაწილეობას ჩვენს მიერ დაგეგმილ და დაგეგმილ ოლიმპიადებში ყველა ძირითად საქმეში ვატარებთ ოლიმპიადებს მოგეხსენებათ და ზუსტად ვიცი რომ უმრავლესობა თქვენგანი ამ ოლიმპიადებში რეგულოს მონაწილეობას რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ესეც მაგრამ ალბათ თქვენ დამეთანხმებით ეს პროექტი არის უნიკალური. უნიკალურია იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ოლიმპიადა და კონკურსია ბუნებრივია და მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ძალიან დიდი ნაწილი ამ პროექტისა ეთმობა საგანმანათლებლო მიზნებს. ბატონმა ნიკომ ახსენა თქვენთვის მომზადდა 6-ტომეული უნიკალური 6-ტომეულია ხახმონ ეს ნამდვილად მინდა ხაზგასმით თქვა და რატომ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებებია ტექსტებია აქ თავმოყრილი ძალიან საინტერესო თქვენთვის კონკრეტულად თქვენთვის ითარგმნა ძალიან ბევრი ტექსტი უცხოებიდან რომელიც ხელმისაწვდომი ვერაფრით ვერ იქნებოდა ნებისმიერი ჩვენგანისთვის არამსხვილ მოსწავლისთვის
და ბუნებრივია ეს ძალიან გაზრდის თქვენს თვალსაჩინოს და ეს იქნება ნამდვილად ერთ-ერთი წინაპირობა თქვენი მომავალი წარმატებისა და დაცინებული ვარ ეს არის პირველი ნაბიჯი თქვენი ან მეორე ნაბიჯი თქვენი წარმატებისკენ და გაცილებით უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობა გელოდებათ წინ. ეს რა თქმა უნდა რაც შეეხება ამ ექსტომეულს უნიკალურ ექსტომეულს თქვენთვის ვიდეო მასალები მზადდება მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მასალა მოგაწოდოთ იმისათვის რომ მხოლოდ იმისათვის არა რომ გამოიჩინოთ თავი აი ამ კონკრეტულ პროექტში არა ეს ყველაფერი აუცილებელია და მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი წარმატებისთვის და მეორეც მე პირადად ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში რა განასხვავებს აი ამ პროექტს სხვა ასე ვთქვათ პროექტებისგან თუნდაც ოლიმპიადებისგან რაც რა თქმა უნდა არანაკლებ მნიშვნელოვანია უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ეს საინტერესო და უნიკალურია იმით რომ თქვენ კონკურსია ეჯიბრებით რა თქმა უნდა ერთმანეთს მაგრამ ეჯიბრებით თავისუფალ აზროვნებაში ეს არის ძალიან ღირებული აი ამ პროექტის კონკრეტულ ცოდნაში კი არა თავისუფალ აზროვნებაში ეჯიბრებით ერთმანეთს არგუმენტირების უნარში, საკუთარი პოზიციის დაცვის უნარში და საბოლოოდ მე პირადად ვფიქრობ თქვენი სახით აი ამ ქვეყანას ნამდვილად ღირსეული მოქალაქეები ეყოლება და როდესაც აი ეხლა სასკოლო პერიოდში ეპრება ამას ყველაფერს საფუძველი ჩვენ აუცილებლად რამდენიმე წელიწადში თქვენი სახით ფანტასტიკურ შედეგს მივიღებთ და მე ეს მიამაყება ასე რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა თითოეულ თქვენ გასულოცავ აი ამ საოცარ გამარჯვებას ბატონმა ნიკომ ახსენავს და 8000-ზე მეტი ვებულობდა მონაწილეობას წარმოიდგინეთ და 200 საუკეთესოში 202-ში თუნდაც 202 საუკეთესო მოსწავლე საქართველოს მასშტაბით 202 საუკეთესო მოსწავლეში აღმოჩნდით თქვენ ეხლა ეროვნული გამოცდები ალბათ ბევრი აბიტურიენტის არის საქმე 12 კლასელი ეროვნული გამოცდები ჩვენთვის ძალიან მდელვარე პერიოდია მდელვარე იმიტომ რომ კონკურსში ვებულობ მონაწილეობას მინდა კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს ჩარეცხვა ველად კონკურსია მაგრამ წარმოიდგინეთ მასშტაბები ხო დაახლოებით 40000-მდე აბიტურიენტი აქედან დაახლოებით 28000 მაინც ხდება სტუდენტი 28000-ზე მეტი მოსწავლე ვებულობდა მონაწილეობას და 200 საუკეთესოში მოვდით ასე რომ გული და სულით გილოცავთ ამ წარმატებას ჩემო ძვირფასებო და ჩემო უნიჭიერესებო რაც ყველაზე მთავარია თემოთ ასაკობრივი შეზღუდვა არ ქონია ბუნებრივია მაღალი კლასელებისთვის იყო განსაზღვრული ეს პროექტი თუმცა რა თქმა უნდა აღზავადით მე-9, მე-11 კლასელებს მონაწილეობის მიღების უფლებას სხვადასხვა ამ პროექტში მონაწილეობა მე-11 კლასელებმაც კი მიიღო ყავდა ბევრი მე-9 კლასელი და მე სიამაყე ჩემზე გამოცვალა რომ ბევრი მე-10 კლასელი ყავს რომელიც 200 საუკეთესოში მოხვდა მე-12 კლასელებთან ერთად ასე რომ გული და სულით გილოცავ თქვენ ნამდვილად ძალიან ნათელი მომავალი გაქვთ და ჩვენ თავსაც ულოცავ აი ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები რომ გვყავს და მიხარია კიდევ ერთი რამ ძალიან მიხარია კიდევ ერთი რამ 40 მუნიციპალიტეტი რაიონი თქვი კინავა 40 მუნიციპალიტეტია საიდანაც გამარჯვებულები ყავს ანუ არ არის ეს კონცენტრირებული დიდ ქალაქებში, თუნდაც თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. მე ვამბობ გამარჯვებულ მოსწავლეებს. ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტიდან 40 მუნიციპალიტეტის მეუბნები, ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტიდან ყავს გამარჯვებული მოსწავლეები და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე მგონი გადავიდეთ ეხლა ძალიან საინტერესო პრიზების დარიგებაზე არ შემიძლია ბატონიკო და საერთო ორგანიზაცია მოქალაქეს მადლობა ვთქვა იმისთვის რომ ჩვენ ვართ ჩართულები ამ პროექტში პირველ რიგში და რაც ყველაზე მთავარია საჩუქრები ვახსენეთ და წლიდან წლამდე ასე ვთქვათ მდიდრდება საჩუქრები იმიტომ რომ აი ეხლა დაგპატიჟა ყველა და ყველასთვის არის თქვენთვის 202-ივე ბოდიში მოსწავლისთვის ეკობანაკები თავიდან დაიწყო მე მგონი 20-ით და შემდეგ გაიზარდა და წელს უკვე აბსოლუტურად ყველა ვინც მესამე ტურშია გადასული ძალიან საინტერესო ზაფხული გედით წინ ასე რომ გილოცავთ
გარდაბალი მარია მახციაური. მე მაინტერესებს რა მოგცა თქვენ ამ კონკურსმა, რა დრო დახარჯეთ ამ კონკურსში მონაწილეობისთვის და როგორი მოხდით? როდესაც ეს კონკურსი გამოცხადდა, мотиваცია მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ საჩუქრები იყო და არ ვიცოდი ეკობანაკიც რომ იყო, ამიტომ მომემზადე კარგად და ამ კონკურსმა მომცა უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა. რაში აპირებთ ამ ცოდნის გამოყენებას, როგორ ფიქრობთ თქვენ? როდესაც მოქალაქეობის საქმიანობას დავიწყე. კონკურსი როგორ ფიქრობ, დიდი იყო და ტიპის შეკითხვები იყო რა? შეკითხვა, ტესტური შეკითხვებიც იყო და იყო რაღაც კითხვები და იმაზე უნდა წერითი პასუხები უნდა გაგვეცა, მაგრამ ჩემი აზრით რთული არ იყო ეს ყველაფერი. მის მომემზადა იმას უნდა გაეცა სწორი პასუხები და შეეძლო რომ გადასულიყო შემდეგ ტურში. აჰა, კეთილი. ისე რა თქოს მესამე ტურში გამარჯვების შემთხვევაში სად აირჩევთ ეს სწავლას? ალბათ ლონდონში. დიახ. სკოლიდან ბევრი იღებდა მონაწილეობას კონკურსში? დიახ, ბევრი იღებდა, მაგრამ ხუთი გადავიდა მეორე ტურში და მესამე ტურში მხოლოდ მე გადავედი. აბა წარმოგიძახით? დავით სამხარაძე. საიდან? ზესტაფონი. ზესტაფონის რომელი სკოლა? ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირიდან. მეორე სვირიდან იქ ერთი სკოლაა, ხო? დიახ, მეორე სკოლა. დიახ, დავით სამხარაძე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის სკოლელი მომავალში არა მარტო თვითონ იმ 202 გამარჯვებულთან ერთად, არამედ ყველა მონაწილესთან 28000 მოსწავლესთან ერთად, რომელიც ღებულობდა იმ კონკურსში, რომლის ორგანიზატორი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და კიდე სხვა წლებში ჩატარებული კონკურსის მონაწილეები ნამდვილად გაიზრდებიან თავისუფლად მოაზროვნები. ამავე დროს ხალხი, რომელიც თავისუფალ არჩევანს ჩაატარებს. მაგრამ ისმის აქ კითხვა. კი, სკოლის მოწაფეები გამოვყავით ჩვენ 28000 ერთი ნაკადი, მეორე ნაკადი დაუშვათ უფრო მცირე იყო 20000 და ასე შემდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ რა უყოთ იმ დანარჩენ ახალგაზრდობას, რომელზედაც ზემოქმედება ხდება, მაგრამ სულ სხვანაირი ტიპის ზემოქმედება ხდება. სულ სხვანაირი ტიპის არჩევნებში ამყოფებენ და სულ სხვანაირ გადაწყვეტილებას. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევანი რაც აკეთდა, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, ის იყო თავისუფალი არჩევნის გამოხატვის საშუალება და ეს მართლაც თავისუფალი აზროვნების შედეგი გახლავთ. კერძოდ რასთანაა დაკავშირებული? დაკავშირებულია იმასთან, რომ სტუდენტები ერთ-ერთ უმაღლეს დაწესებულებაში, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ერთ-ერთი ფაკულტეტის აკადემიურ საბჭოში, ფაკულტეტის წარმომადგენლის არჩევანში, ღებულობენ გადაწყვეტილებას პროფესორ მასწავლებელთან ერთად, რომ ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში უნდა იყოს პლაგიატორი. ანუ კაცი, რომელმაც ფაქტურად მიითვისა სხვისი ნაშრომები, სამეცნიერო ნაშრომებზე ელაპარაკი. ადამიანი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში არც ერთ სამეცნიერო კონფერენციაში არ გამოსულა, არც ადგილობრივზე და არც საერთაშორისო კონფერენციაზე. კაცი, რომელსაც შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს თავისზე უფროს კოლეგას. დიახ, ესეთი პიროვნება იქნა არჩეული და მე ახლა მინდა შემოგთავაზო თქვენ კადრები აი ამ არჩევნებისა. ერთ-ერთი უნივერსიტეტი, ერთ-ერთი ფაკულტეტი, ოღონდ დავასახელებ, რომ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და როგორ მაგალითი არის აქ მონაწილე სტუდენტებისათვის თავისუფალი არჩევნებისა, როდესაც ფაქტიურად ირჩევ, ესე ვთქვათ, შენ წარმომადგენელს, ფაკულტეტის წარმომადგენელს აკადემიურ საბჭოში ასეთ პიროვნებას. გთხოვთ ჩართოთ ფირი. Allez.
რა ვიცი იმაში ისიან არა სამარგალებში მარალი მომიტანა ეს ისედაც კარგი ადგილიდანაა ოსკარ ისიან მაგარი შური ხასკი ზარას მართლა შეიძლება მაცანი შაბა ეჭერეს უნდა ახაც აი ახაც სიგერე ჯერიკი დიახ, ამ არჩევნების შედეგად ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფაკულტეტს აკადემიურ საბჭოში, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ყავს თავისი რჩეული პლაგიატორი. 36 მონაწილე იყო აი ამ ფაკულტეტის საბჭოში და 18-მა მისცა ხმა იმას, რომ მისი წარმომადგენელი ყოფილიყო პლაგიატორი. ის რომ ეს კაცი პლაგიატორია და თავის უახლოესი გარემოცვიდან, ესე ვთქვათ, მიითვისა ნაშრომები, ეს არიწევს ინფორმაცია ამის შესახებ. თითქმის ყველა წევრს ჰქონდა, ფაკულტეტის საბჭოს წევრს ჰქონდა, ხმოსთანს ჰქონდა. შესაბამისად, უფრო მეტიც იყო, რა თქმა უნდა, იქ ასე ვთქვათ, ინფორმაცია ის, რომ არ ეხებულობდა მონაწილეობას 6 წლის განმავლობაში
შემთხვევაში არ მიუთითა იმ საკონკურსო ინფორმაციაში, რომელიც მან წარადგინა 2013 წელს ასოცირებულ პროფესორად იქნა ეს კანდიდატი, ეს ვასახელებ მოკლედ რჩეული პლაგიატორი. ფაქტურად ამ წარდგენილი ნაშრომებიდან საერთოდ სამეცნიერო ნაშრომების წარდგენას ითხოვენ კონკურსში, არა, როდესაც შენ გირჩევენ პროფესორად. იმ წარმოდგენილ ნაშრომებში 10-დან მხოლოდ ერთი არის იმ მიმართულების, რა მიმართულებითაც ის კენჭს იკრიდა. დანარჩენი ესე ვთქვათ 9, იქიდან არის უმეტესობა სასკოლო პროგრამის, ესე ვთქვათ მეთოდური სასკოლო მეთოდური ესე ვთქვათ მითითებები და ძირითადად ნამუშევარი ამ ხრივ. დანარჩენი არის ესე ვთქვათ 3 მე მგონი დარჩენილი არის იქ თუ 4 ამას არ აქვს მნიშვნელობა სხვა მიმართულებით, არა იმ სპეციალობით სადაც ის იყრიდა კენჭს და იქიდანაც 2 რაკოს ნაშრომში არ მიუთითა თანაავტორები, არ უნდა მიითვისა ეს ნაშრომი და ამას პლაგიატი ქვია, ხოლო ამით ჩამდეს პლაგიატორი ქვია. ეხლა ზუსტად დგება ესეთი საკითხი. მოქალაქე რას უპირებს იმ სიტუაციას, როდესაც ერთის მხრივ ცდილობს მომავალი თაობა გაიზარდოს, ესე ვთქვათ, თავისუფალი აზროვნებით, თავისუფალი არჩევნების, ესე ვთქვათ, ჩატარების სულისკვეთებით და სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე დროს მეორე მაგალითია დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტებზე რაღაც გარკვეული ზომის ზემოქმედება იყო, იმიტომ ის თვითმმართველობა რაც ეხლა ამ ფორმით არსებობს, როგორც თავის დროზე პრემიერმა სწორედ უწოდა მახინჯი ფორმით, ის ყოველთვის მოგცემს ძალიან ცუდ შედეგს, მეორე მხრივ ღებულობთ, რომ თურმე არჩევნები აქ უნდა ჩაატარო როგორ აბსოლუტურად გაუმართლებელი შედეგით. სირცხვილი არ არის, რომ ფაკულტეტს უმაღლეს ესე ვთქვათ ორგანოში, მმართველობის ორგანოში უნივერსიტეტში ყავდეს წარმომადგენელი რჩეული პლაგიატორი. არ ვიცი ახლა ეს არის ისეთი რამე რაც ყველაზე მიუღებელია სამეცნიერო წრეებში, აკადემიურ წრეებში და საინტერესო ის არის რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში იქ ლაპარაკია რომ სტუდენტის მიერ ჩადენილი პლაგიატობა ეს არის სამარცხვინო დასჯადი რაღაც საყიდულის გამოტანა შეიძლება რაღაც ადმინისტრაციული ზემოქმედება და ამ დროს როდესაც პროფესორი ჩადის პლაგიატს ამის შესახებ იქ არაფერი არ წერია. სხვათა შორის როდესაც აღნიშნული პიროვნება რჩეული პლაგიატორი იმ გაგებით რჩეული რომ ფაკულტეტის ესე ვთქვათ რჩეული გახდა ამ ხრივ წინა ესე ვთქვათ აკადემიურ საბჭოში მოიწვიეს და კითხეს რატომ მოხდაო ესო იციო შემეშალაო ესე თქვენ წარმოიდგინეთ ეს კაცი 8 წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის კანცლერი და ისმის კითხვა კიდევ რამდენ საბუთზე შეეშალა მას ხელის მოწერის დროს როდესაც შენ საბუთს შაბუთი შეგაკ საკონკურსო კომისიაში იქ შენ გარკვევით აწერ ხელს იმას რომ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს ვადასტურებ. მაშინ უკაცრავად და M8 წლის განმავლობაში, როდესაც შენ იყავი უნივერსიტეტის კანცლერი, რამდენ დოკუმენტს მოაწერე ხელი? ყველა ის დოკუმენტი ფაქტურად გამოდის, უნდა იქნეს შესწავლილი. და ყველაფერი ეს ხდება არა რომელიღაც უნივერსიტეტში და ესე ვთქვათ კერძო უნივერსიტეტები ალბათ ამას არ დაუშვებენ ეს ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში და არ არსებობს კონტროლის მექანიზმი რა თქმა უნდა არსებობს ეს კონტროლის მექანიზმი არის განათლების სამინისტრო რომელიც ვალდებული არის თავის ესე ვთქვათ მოწოდებით კონტროლი გაუწიოს ამისთანა უმაღლეს დაწესებულებებს და შესაბამისად თუ რაღაც დარღვევები ხდება, შესაბამისად ის დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. მოვალეობა არსებობს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი. იქაც შესაბამისად რეაგირება უნდა იყოს იმაზე, როგორ მუშაობს სამინისტრო, ასრულებს თუ არა კანონით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და შესაბამისად აი ესეთი ლაფსუსები რო არ მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ალბათ მსჯელობა უნდა გაიმართოს, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენთ ახლა ვიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს დაუშვათ გარკვეული ფინანსური რესურსები და თავის სამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით ახდენს ახალი თაობის აღზრდას თავისუფალი აზროვნების, თავისუფალი არჩევნების სულისკვეთებით, იმავე სახელმწიფო დაწესებულებაში, იმ სახელმწიფოს, ესე ვთქვათ, მმართველ განზეს, რაც მისი სიტყვა ალბათ ყველაზე უფრო გადამწყვეტია, ის მისი, ესე ვთქვათ, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები არ აკეთებენ არაფერს იმისთვის, რომ იქ ჩატარდეს სწორი არჩევნები. და ფაქტიურად სწორი არჩევნებიდან როდესაც
სწორი არჩევნები არ ხდება, აი მისცანა შედეგი რჩეული პლაგიატორი ზუსტად მაშინ აყავს ფაკულტეტს. რადგანაც როგორც აღმოჩნდა, ის კომისია, რომელიც თავის დროზე აი ესეთი რა თქმა ასისტენტ პროფესორი აირჩიეს თავის დროზე, მე რომელიც გახდა რჩეული პლაგიატორი, არა, იმ კომისიამ ვერ შენიშნა, რომ 10 ნაშრომიდან 9 არაპროფილური იყო. ფაქტიურად და მხოლოდ ერთი ესე ვქოთ ნაშრომით აირჩია ასისტენტ პროფესორად. ამავე დროს ცნობილი არის შემთხვევები, როდესაც კომისია არჩევს რა კანდიდატებს, შეიძლება კონკურსიც არ იყოს, მაგრამ იტყვის, რომ იცით რა, არც ერთი კანდიდატი არ შეესაბამება, ან წარმოდგენილი კანდიდატი არ შეესაბამება იმ ესე ვქოთ დაკვირვებული თანამდებობას და ის შეიძლება არც უნდა იყოს არჩეული, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ესეთნაირად არის დღესდღეობით აი ეს პერსონალის არჩევა პროფესორების არჩევა, რომ კომისიას ადგენს ვინ? თვითონ აი ესეთი იგივე ესე ვთქვათ ის ხალხი, რომელიც მერე გადიან კონკურსში. ჯერ ერთი რა თქმა ამ კანცლერმა კომისია რომ მოიწვიეს, არა, მან გადაუხადა ალბათ ხელმოწერა იყო დოკუმენტზე, რომ აი უნივერსიტეტი უხდის ფულს აი მოწვეულ იმას ჟიურის კონკურსის ესე ვთქვათ წევრებს ესე ვთქვათ კომისიის წევრებს და მე რაკოს თვითონაც რაკოს იღებს კომისიაში არჩევნებში მონაწილეობას. აქ უკვე ნამდვილად არის შეუთავსებლობა მოტივაციის ესე ვთქვათ პრობლემის შეუთავსებლობის ამბავი და ბუნებრივია ეს უნდა გასწორდეს და როდესაც საუბრობთ იმაზე რომ თუ კი თქვენ თავის დროზე მიმართავ ახლა ხელისუფლებას არენდეთ პროფესორას იმაში რომ აი ის მომენტები არსებობს და ამიტომ ეროვნული მისაღები გამოცდები გაიტანეს უნივერსიტეტებიდან რა რა გარანტია გაქვთ რომ ზუსტად რა თქმა უნდა აი პროფესორების არჩევის დროს იქ რა თქმა უნდა არ ხდება რაღაც მახინჯი ფორმები. ყოველ შემთხვევაში დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სერის ძალისხმევის თანახმად ყველა საკონკურსო ინფორმაცია რომელიც უმაღლეს განათლებაში ეს კონკურსებში უმაღლეს დაწესებულებებში უნივერსიტეტებში რომლის საფუძველზედაც ხდება პროფესორების არჩევა უკვე არის ღია და თქვენ შეგიძლია ის გამოითხოვოთ. რამდენიმე ესე ვთქვათ ყუთი დოკუმენტაცია ამის შესახებ მიღებულია და ის შესწავლის პროცესია და ერთ-ერთი მომენტი ზუსტად ეს არის რომ აღმოჩნდა რომ არის ინტერესების კონფლიქტი, როდესაც შენ ქმნი კომისიას და იმ კომისიამ მერე შენ უნდა აგირჩიოს. თან რა თქმა უნდა ფულს უხდი და თანაც ბუნებრივია რომ აქ არ არის გამორიცხული რომ შენ გარდა შენი თავისა კიდე სხვა ვიღაცას თხოვო და ასე შემდეგ და იმდენად რამდენადაც მერე იქნება ეგეთი კლანური სისტემა, მე ხო შენ დაგეხმარე არჩევნებში არა? შესაბამისად შენ მე როგორი მერე როცა არჩევნები იქნება, აი მაგალითად ფაკულტეტის საბჭოდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენელი შენმე დამიჭერ ხალხს და მე გავხდები რჩეული, ვთქვათ, პლაგიატორი ამ შემთხვევაში. გამიგეთ რა შესაქმე? ეს ზუსტად ის საკითხია, როდესაც თავშივე არჩევნები უნდა იყოს ჩატარებული სუფთა და ეს თუ კი მოხდა, ესე ვთქვათ, შერჩევა არჩევნების ამბავი სტუდენტების დროს, აბიტურიენტების დროს და გავიდა გარეთ არა, კიდევ ერთხელ ვწმუნდები მე პირადად, რომ აი ზუსტად ესეთ ტიპის უნივერსიტეტებში, ან უფრო პატარა უნივერსიტეტებში აუცილებლად ყოველ შემთხვევაში ექსპერიმენტის სახით მაინც უნდა დადგეს, არა, პილოტური პროგრამა შედგეს, რამდენიმე უნივერსიტეტი აირჩიოს და ეგეთი, ესე ვთქვათ, კონკურსები ჩატარდეს გარე წესით. ანუ რას ნიშნავს? უნივერსიტეტი დაუშვათ ახედენს მოთხოვნას, სჭირდება ამდენი და გარკვეული რაოდენობის სპეციალისტები, აი ამ მიმართულებით და უკვეთავს იგივე ვთქვათ მიმნოშვილის ცენტრს. როგორც მოქალაქემ თავისი ესე ვთქვათ პროექტების კონკურსების ორგანიზაციებისთვის მიმართა სახელმწიფო ესე ვთქვათ დაწესებულებას და აქ სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომ მიმართოს ისევ სახელმწიფო სტრუქტურას აი შეფასების გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამაში საზრახისი არ არის იტყვის მე მჭირდება ამდენი და ამდენი დაუშვათ პროფესორი ამ მიმართულებებში ამდენი და ამდენი ასოცირებული პროფესორი ამ და ამ მიმართულებაში ამდენი ასისტენტი ასისტენტ პროფესორი ამდენი ასისტენტი და ამის მერე ყველაფერს ამის კომპლექტაციას, კონკურსების ჩატარებას, შერჩევას, ვინ იქნება იქ კომისიის წევრი, ვინ შეაფასებს ამ ნაშრომებს, მოახდენს ზუსტად აი ეს ცენტრი. ანუ ფაქტურად ჩვენ ბუნებრივად მივდივართ იმ გარე რეფერირების მექანიზმზე, რომელზეც მე მგონი თავის დროზე, თავის ერთ-ერთ ასე ვთქვათ პროექტში ბატონი გიადვალი და მისი მეგობრები წარმოადგენდნენ და დღემდე ეს მიღებული არ არის.
ის რომ აი გარე რეფერირების ეს მექანიზმი არ არის შემოდანილი, ჩვენ ზუსტად ვიღებთ იმას, რომ რჩეული პლაგიატორი ხდება წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტისა. ეს არსებითი საკითხი არის და ამას ყურადღება უნდა მიექცეს. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელოთ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ პრობლემა, ხოლო ამ პრობლემის გადაწყვეტის პრეროგატივა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შტოებს ეკუთვნის და შესაბამისად იმ ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს, რომელიც ამისთვის არსებობს. და ყოველ შემთხვევაში ეს პირველ რიგში არის განათლების სამინისტრო, ეს არის მთავრობა, ეს არის პარლამენტი, შესაბამისი კომიტეტები და ეგ საკითხი ნამდვილად მართლაც შესასწავლია. იმდენად, რამდენადაც ფაქტი, რომელიც მოხდა, ეს ფაქტი ზუსტად აშიშვლებს იმ პრობლემატიკას, რომელიც არსებობს უმაღლეს სკოლაში აი ამ ხრივ. და თუ ამას ჩვენ დროზე ვერ მივხედავთ, ბატონმა ბიზნესმა შეიძლება ბევრი პროექტები რა თქმა უნდა დააფინანსოს, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში კაცი იწყებს მუშაობას და ამისთან რა თქმა უნდა არჩევის წინაშე დგება, იქ ბუნებრივია ყოფილი კანცლერი იმ თავის რესურსებს, რომელიც დააგროვა ამ 8 წლის განმავლობაში ის იყენებს და შესაბამისად თვითმმართველობას ჩართავს, თვითმმართველობა რომელიც ფაქტიურად იგივე კანცლერის ესე ვთქვათ, ანუ უნივერსიტეტის ფულიდან იქ საზრდოობს, იმდენადაც мотиваციას უკეთებენ, რომ აი კარგად მოიქცევი და შესაბამისად მიიღებთ გადაწყვეტილებებს თქვენ ყველაფერს ამაზე მიიღებთ გრანტებს, იქ უშუალოდ სადღაც წახვალ დასასვენებლად ან რაღაცა პროექტს მოგაგებინებენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლებელია, ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ იყო რომ სტუდენტური მოძრაობები, ზოგიერთი სტუდენტური მოძრაობები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ყველაფერს ამას გარკვეული ესე ვთქვათ ელფერი ენიჭება მას შემდეგ, რაც 28-ში ჩვენ ევროპაში ვიზების გარეშე მიგვიღეს. ჩვენ იქ შეგვიძლია უკვე სიარული და უფრო მეტი პასუხისგებლობის საკითხი დგება, მით უფრო თუკი ჩვენ შეგვინდა მომავალში მართლაც გავხდეთ ევროპის კავშირის წევრი. იქ თავისუფალი აზროვნების, თავისუფალი არჩევნების, პატიოსანი არჩევნების და შესაბამისად წესიერი არჩევნების და წესიერი ხალხის არჩევნების გარეშე რა გვინდა ევროპაში? ან იმათ რა თუ ვივართ ჩვენ? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იმის არ გვინდა რომ მომავალში იმათ სანახავად, არამედ ისევ ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მომავალმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი განვითარება მხოლოდ მაშინ იქნება, თუ კი ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით გაზე, ჯანსაღ კონკურენციაზე, წესიერ არჩევნებზე, თავისუფალ აზროვნებაზე და თავისუფალ არჩევნებზე. მოკლედ, მე ამ პათოსით მინდა თქვენ დაგემშვიდობოთ. დღეს არის მართლაც ძალიან კარგი დღე, ეს არის მეორე დღე ვიზა ლიბერალიზაციისა. ჩვენ ყველას გვაქვს აღმატებული ხასიათი, ჩვენ გვინდა რომ მომავალშიც გაგრძელდეს ამ პოზიტივით და ისევ აი ამ სიტყვებით ვიტყვი, რომ როგორც ბატონი ბიზინა აღნიშნავდა 13 წელს, დღეს კიდევ უკვე გავიდა 4 წელი, ჩვენ ალბათ ისევ იმ პრობლემის წინაშე ვდგევართ. ჩვენ მოჭადოებულ წრეზე დავდივართ. პრობლემა არ არის პრეზიდენტები. პრობლემა არ არის იგივე რჩეული პლაგიატორი. პრობლემა საზოგადოებაშია, რომელმაც არ იცის როგორ აირჩიოს და შემდგომ როგორ აკონტროლოს მთავრობა თუ იგივე აკადემიური საბჭო. მე ამით თქვენ დაგემშვიდობებით. ჩვენი შემდგომი შეხვედრა ალბათ იქნება საღდგომო შუბლების არდაგების შემდეგ, მოგეხსენებათ ეს 16-ში არის საღდგომა და ალბათ 16-ის შემდეგ ვნახოთ როგორ მოხერხდება ჩვენი შეხვედრა. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.